პროტოქართველური მოსახლეობის დინამიკის მათემატიკურ მოდელზე. სწორედ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თემას ჩვენ ვამუშავებთ ბატონ თემურ ჩილაჩევასთან, გიორგი ფოჩხვასთან ერთად. ბატონ თემურ ჩილაჩევა გახლავთ სრული პროფესორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ხოლო გიორგი ფოჩხვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ამ თემას ჩვენ უკვე 3 წელზე ცოტა ნაკლები დროა, რასაც ვამუშავებთ და ქვეყნდება ამ მიმართულებით ბევრი ნაშრომი, როგორც უცხოეთში, ისევე საქართველოში. ფაქტობრივად რომ გითხრათ, შესავალივით რომ გითხრათ, ეს ამოცანა საერთოდ მათემატიკური მოდელირება მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს დაახლოებით მოდის მე-17 საუკუნიდან და ეს უკავშირდება ცნობილ კლასიკოს მეცნიერებს, რომლებიც მუშაობდნენ აი ამ საკითხებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ გავიხსენებთ ცნობილ ასტრონომს ჰალეის კომეტა თქვენ მოგეხსენებათ. აი სწორედ პირველად მან ჩანაწერები გააკეთა ადამიანთა დაბადებისა და სიკვდილის თარიღების მიხედვით და შესაბამისად მან ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღრიცხვა გააკეთა. იმის შემდეგ ჩვენ შევისწავლეთ სხვა მკვლევრების ნაშრომები, კლასიკური კვლევები, რომელიც ევროპაში მიმდინარეობდა და ეს რაც ახლა შექმნილია პროფესორ თემურ ჩილაჩევას იდეით პროტოქართველური მოსახლეობის დინამიკის მათემატიკური მოდელი, ჩვენ რაც გადავხედეთ ყველა ნაშრომს, ეს არის ერთადერთი მსოფლიო მნიშვნელობის ნაშრომი მათემატიკის მოდელირებაში, იმიტომ რომ ასეთი ამოცანის ასეთი სახით დასმა და მისი ამოხსნა კლასიკური სახით ეს იშვიათი შემთხვევაა და ფაქტობრივად მათემატიკური მოდელირება, კომპიუტერული მოდელირება პასუხს ცემს პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის შედეგად სხვადასხვა პერიოდებში განვითარებული პროცესიდან გამომდინარე ქართველური ენათა ჩამოყალიბების დროს და რამდენი იყო რაოდენობრივად ყოველი შტოდან წარმოდგენილი მოსახლეობა ქართველური ენათა ოჯახიდან. აი ფაქტობრივად ამ ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობაზეა საუბარი. ფაქტობრივად ჩვენ ახლა გაჩვენებთ იმ მასალას, ანუ გავხსნით ამ დეტალებს, რაზეც ჩვენ საუბრობთ. პირველ რიგში წარმოვიდგინოთ ის სქემა, რომელზეც ჩვენ ადრეც გესაუბრებოდით, საერთოდ ქართველური ფუძე ენის ტრანსფორმაციისა და გაშლის მოდელის დიაგრამა ედროში, რომელსაც ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ხედავთ. აი აქ საერთოდ არის წარმოდგენილი პირველი პერიოდი, ეს არის პროტოქართველური, ანუ წინარე ქართველური პერიოდი, ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 5000-დან 2500 წელი. შემდეგი მეორე პერიოდი ეს არის წინარი სვანურისა და კოლხურ-ქართული, როცა გაყოფილია, ეს მეორე პერიოდი 2500-დან 1000 წელი ქრისტესშობამდე. შემდეგი ეტაპი არის სვანურის, კოლხურისა და ქართულის დიფერენცირება, ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 10 საუკუნე, პირველი საუკუნე. ხოლო შემდეგი 4 ქართველური ენათა ოჯახის წარმომადგენლები, ეს არიან სვანური, მეგრული, ლაზური და ქართული, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან დღემდე ასეა. აი ამ დიაგრამაზე ჩანს პირველი პერიოდი, მეორე პერიოდი, მესამე პერიოდი, მეოთხე პერიოდი. ყოველი პერიოდი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირებით შესწავლილია. აი სწორედ ეს ყველა პერიოდი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირებით შესწავლილია და ძალიან საინტერესო პასუხს გცემს ეს მათემატიკური მიდგომა. პირველი პერიოდი, რომელზეც ახლა ჩვენ დღეს გვექნება საუბარი, ეს არის როგორც ვთქვით, პირველი პერიოდი ძველი წელთაღრიცხვის 5000-დან 2500 წლის განმავლობაში მიმდინარეობს პროცესი, პროტოქართველური მოსახლეობის არეალი, ახლა ეკრანზე თქვენ ხედავთ, მონიშნულია ვარდისფრად,
რომლისთვისაც მათემატიკურ მოდელს დღეს წარმოგიდგენთ. მეორე პერიოდი, როგორც ვთქვით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წელიწადაღრიცხვის 2500-დან 1000 წელი ქრისტესშობამდე ინდოევროპული და ნაწილობრივ სემიტური ტომების გადანაცვლებისას, ანუ მათი ძირითადი ადგილიდან, ანუ მათი პირველადი სამშობლოდან დაიწყო გადაადგილება, პროტოქართველურ მოსახლეობა ამ ქმედებით, რომელიც გამოწვეული იქნა ინდოევროპული და ნაწილობრივ სემიტური ტომების გადაადგილებითაც, ის პროტოქართველურ მოსახლეობა სამ შტოდ დაიშალა. ერთი შტო წავიდა ევროპაში, რომელსაც ჩვენ პირობითად პელაზგებს ვუწოდებთ. შემდეგ გამოიყო წინარესვანური, კოლხურ-ქართული, აი ეს 1500-დან 1000 წლის განმავლობაში წელიწადაღრიცხვამდე ჩვენ გვაქვს ეს სამი შტო, პელაზგური, წინარესვანური, კოლხურ-ქართული. ამ პროცესების აღსაწერად შემდეგში ჩვენ წარმოვადგენთ შესაბამის მათემატიკურ და კომპიუტერულ მოდელებს, აქ არის ერთუცნობიანი განტოლება და ორუცნობიანი განტოლებათა დინამიური სისტემებზე საუბარი. ჩვენ მესამე პერიოდზე მოგახსენებთ ახლა, ესე იგი წელიწადაღრიცხვის 1000 წლიდან, ანუ მე-1000 საუკუნიდან პირველ საუკუნემდე წელიწადაღრიცხვა წინარესვანურიდან ჩამოყალიბდა სვანური, ხოლო კოლხურ-ქართული, რომელსაც მეორენაირად ზანურ-ქართული ქვია, დაიშალა კოლხურ ანუ ზანურ და ქართულ შტოებად. სამენაზე მოსაუბრე მოსახლეობის ურთიერთქმედება აღიწერება სამგანზომილებიანი ან სამუცნობიანი დინამიური სისტემით. მეოთხე პერიოდი, როგორც ვთქვით, წელიწადაღრიცხვის პირველ საუკუნიდან დღემდე, ეს არის კოლხური ანუ ზანური, დაიშალა მეგრულ აზურად. ამ პერიოდში არის 4 ენა, ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური, რომლებზეც მოსაუბრე მოსახლეობის ურთიერთქმედება აღიწერება 4განზომილებიანი, 4ცნობიანი დინამიური სისტემით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს წარმოვადგენთ პირველ პერიოდს, ეს პირველი პერიოდი არის წელიწადაღრიცხვის 5000-დან წელიწადაღრიცხვის 2500 წელი ან 2500 წლის განმავლობაში ერთი ენა არის, ეს არის საერთო ქართველური ენა. ამ პერიოდის აღსაწერად ჩვენ ვიყენებთ მოდელს კოშის ამოცანის რიკატის განტოლებისთვის, პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა ტეტროში 5 აღნიშნავთ და ესე იგი საწყისი დრო, რომელზეც ჩვენ საუბრობთ წელიწადაღრიცხვის 5000, ეს არის რომ მათემატიკურად ავიღოთ 0 ჩავთვალოთ 5000, ესე იგი წელიწადაღრიცხვის 5000 0 და ესე იგი წელი, ანუ t დრო იცვლება 0-დან 2500 წელი. აქ ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, ანუ საწყის მომენტში, წელიწადაღრიცხვის 5000-ში, ანუ 0, ასე რომ თქვა, საწყის დროში რომ კოშის ამოცანა რიკატის განტოლებისთვის ამოხსნათ, ამისთვის აუცილებელია საწყის მომენტში პროტოქართველური მოსახლეობა, ანუ ტეუდრის 0 დროს, ან ტეუდრის წელიწადაღრიცხვის 5000 წელს პროტოქართველური მოსახლეობის საწყისი რაოდენობა ჩვენ დავადგინეთ, რომ ყოფილა მილიონი და ეს მასალა პროტოქართველური მოსახლეობის საწყისი რაოდენობა რომ მილიონია, ეს მოცემულია ამ მასალების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ახლა ეკრანზე გაჩვენებთ. ეს არის ორი ავტორი, ერთი ავტორი მიგვითითებს, რომ დედამიწაზე წელიწადაღრიცხვის 5000 წელს ქრისტესშობამდე მთელ სოფლიოში 50-40 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ეს მოსაზრება, მაგრამ მოსაზრებიდან გამომდინარე ჩანს, რომ აქ კიდე არის წარმოდგენილი გვერდით ლუკა მარცხნივ, რომელიც გვიჩვენებს, რომ მთელ სოფლიოში ასე თუ ისე დაახლოებით 40 ცივილიზაცია და ჩვენ რომ საშუალო არითმეტიკული რომ გამოვთვალოთ, ანუ 40 მილიონი გავყოთ 40-ზე, მაშინ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწყის მდგომარეობაში, ანუ ტეუდრის 0-ში, ანუ ტეუდრის წელიწადაღრიცხვის 5000 წელს ქრისტესშობამდე ქართველური მოსახლეობა, ანუ უბრალოდ პროტოქართველური მოსახლეობა მილიონი იყო. აი ამას ჩვენ ვითვლით მათემატიკურად კოშის ამოცანას ბერნულის განტოლებისთვის, რომლის ანალიზური ამონახსნები წარმოდგენილი გვაქვს ჩვენს ნაშრომში. პირველ რიგში გვინდა გავიხსენოთ, რომ
ესე იგი ეს კანტონება როგორც არის ცვლადის სახით, ესე იგი მისი ესე იგი კოეფიციენტები არის ცვლადი, ანუ ფუნქციებია, მაგრამ გავიხსენოთ რომ ამ დროს ადრეულ პერიოდში პიერ ფრანსუა ფერჰურსტის მოდელი, როცა წარმოდგენილია კოშის ამოცანა, ესე იგი ბერნულის კანტონებისთვის, ბერნულის კანტონების კოეფიციენტები მუდმივები რომ არის და ეს უკვე დათვლილი აქვს პიერ ფრანსუა ფერჰურსტის და მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია. ცხოვრობდა 1804-დან 1859 წელს, მის სურათს და ყველაფერ მასალას ხედავთ თქვენ ეკრანზე. მისი ნაშრომები სხვადასხვა პერიოდში გამოიცა 3 ნაშრომი, ერთ-ერთს თქვენ წარმოგიდგენთ ახლა კიდევ ერთხელ ეკრანზე. აი მათემატიკური ამ პროცესის შედეგად ყოველი კერძო შემთხვევების განხილვის შედეგად, როგორც მუდმივი, ასევე ფუნქციური, ესე იგი ზოგადი ცვლადის სახით წარმოდგენილი მასალის მიხედვით, ჩვენ რამდენიმე სხვადასხვა შედეგები წარმოვადგინეთ, ანუ გამოვთვალეთ მათემატიკურად, კერძო შემთხვევები წარმოვადგინეთ 15 ქვეშემთხვევა, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი, როგორც რიკატის კანტონებისთვის, ასევე ბერნულის კანტონებისთვის, ესე იგი რიკატის ჯერ ბერნულის კანტონებას განვიხილავთ და მისი ამონახსნის მიხედვით დაითვლება. შემდეგ კი განვიხილავთ ზოგად ამოცანას კიდევ რიკატის კანტონებისთვის, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ რიკატის ზოგადი კანტონება საერთოდ ზოგადად არ იხსნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვაქვს ის საშუალება, რომ ზოგიერთი კონკრეტული კოეფიციენტი, რომელიც ცნობილია, მაშინ ეს კანტონება რიკატისა იხსნება და ეს ცნობილია მათემატიკოსებისთვის. აი, ასე მიღებული ამონახსნით ჩვენ ვღებულობთ შედეგს ბერნულის კანტონებისგან, ესე იგი ძველწეთ აღრიცხვის 5000 წელს როგორც ვთქვით, პროტოქართველური მოსახლეობა იყო მილიონი საწყისი რაოდენობა და ამ კანტონებების ამონახსნის მიხედვით, ბერნულის კანტონების მიხედვით, ძველწეთ აღრიცხვის 2500 წელს პროტოქართველური მოსახლეობა გახდა 3-დან 3.5 მილიონი ადამიანი გამოსახლეობისა და აი სწორედ ეს დათვლა არის კომპიუტერული მოდელით მიღებული ამ კანტონების ამონახსნების მიხედვით და ჩვენ გვაქვს ზუსტი მონაცემი, ასე რომ ვთქვათ, რამდენი იყო ძველწეთ აღრიცხვის 2500 წელს ქრისტესშობამდე პროტოქართველური მოსახლეობა, როგორც ვთქვით, 3.5 მილიონამდე იყო. აი რიკატის კანტონებაც დაახლოებით ასე ითვლის რიცხვები საწყისი მდგომარეობიდან 1 მილიონიდან დაწყებული პროტოქართული მოსახლეობა გახდება ძველწეთ აღრიცხვის 2500 წელს 3 მილიონიდან 3.5 მილიონამდე. აი ამ კანტონებას ასევე აქვს მოსაზღვრე ქვეყნებში მაცხოვრებელი სხვა ხალხების ასიმილაციასაც განაპირობებს. აი რიკატის კანტონებას ეს დანიშნულება აქვს. ახლა ჩვენ დავბრუნდეთ იმ მასალასთან დაკავშირებით, რომ მათემატიკურად ამის წარმოდგენა, როგორც ვთქვით, ეს სიახლეა სამეცნიერო მიმართულებით მათემატიკური კანტონებების გამოყენება კონკრეტული პროცესების ასახწერად ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოციოლოგიაში, ეკონომიკური მიმართულებით, ბიოლოგიაში. ამ საკითხებზე, ამ სხვადასხვა მიმართულებით პროფესორ თემურ ჩილაჩევას თავისი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, რომელიც წარმოადგენს დაახლოებით 10 დოქტორანტს, უпростоრად დოქტორს, რომელმაც დაიწყეს დისერტაცია და სწორედ ასეთ მრავალ მიმართულებიანი და საერთოდ ინოვაციური კვლევა წარმოდგენილია ამ სკოლის წარმომადგენლების მიერ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ქართველური მოსახლეობის, პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის შესწავლის თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ სრულად წარმოვადგენთ ნაშრომებში, რომელიც გითხარით ჩვენ რამდენიმე
წინა გადაცემებში ფაქტობრივად ესე იგი გამოყენებითი მათემატიკა აძლევს საშუალებას ადამიანს რომ დაინახოს აი მაგათად კონკრეტულად ამ შემთხვევაში პროტოქართველური ცივილიზაციის წარმომადგენელი ანუ მოსახლეობის რაოდენობა როგორ უნდა დაითვალოს ეს საკითხები რომელსაც ჩვენ მათემატიკურ და კომპიუტერულ მოდელირებას ვიხილავთ ფაქტობრივად ლინგვისტიკაში ერთ-ერთი უმთავრესი საკვლევის საკითხია და ლინგვისტური ამოცანების გადაწყვეტა სწორედ ამ მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირებით მიღებული შედეგები ძალიან წინ წაწევს და ეს არის კვლევები რომლებიც დაუშვათ ლინგვისტიკაში არის გამოყენებული მათემატიკური ესე იგი მოდელები მაგრამ ძალიან ისეთი რომ თქვათ ხელმისაწვდომი და ძალიან ღრმა რომ იყოს ჯერჯერობით ეს არ არის ასეთი სახით თლიანად ლინგვისტიკაში თლიანად ასახული მათემატიკა რა თქმა უნდა მოგესალმებით მათემატიკური ლინგვისტიკა როგორც მიმართულება არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობდი მაგრამ ძირითადად მათემატიკოსი უნდა იყოს ლინგვისტიკაში მომუშავე რადგანაც მათემატიკური აპარატით უნდა იყოს ის ძალიან ძლიერი და შემდეგ ლინგვისტური მასალა უნდა დაამუშავოს პირიქით როცა ლინგვისტი მუშაობს მათემატიკურ ლინგვისტიკაში შედეგი ნაკლებია კი ვიცი ჩვენ რამდენიმე მეცნიერის კვლევების სტაროსტინის გრიგოლ კლიმოვის თამას გამყრელიძის და სხვებისა მაგრამ იქ გამოყენებითი ნაწილი მათემატიკური ძალიან მცირეა გამოყენება ყოველ შემთხვევაში როგორ დაიშალა დიფერენცია როგორ მოხდა ქართველური ენებისა რომელ პერიოდში და ორი განსხვავებული პასუხი იქნა მიღებული სხვადასხვა მეთოდების მიხედვით თქვენ მოგეხსენებათ ეს პირველად ამერიკელმა მეცნიერმა წარმოადგინა და შემდეგ კორექტირებაც მოხდა გააჩნია სწორედ ამ დიფერენცირების დროს რა მონაცემებს გაითვალისწინებთ. პირველი დათვლის შედეგად, ადრეული დათვლის შედეგად, ესე იგი, სვანური გამოიყო ძველი წითაღრიცხვის მესამე ათასლეულში. მეორე დათვლის შედეგად ლინგვისტურად ძველი წითაღრიცხვის 1000 წელს და ეს განსხვავება უფრო უკაცრავად 2000 წელს 1000 წლით აქვს მათ განსხვავება, მაგრამ აი ეს მათემატიკა კარგად აჩვენებს იმას, რომ აქ შეგვიძლია კორექტირება გავაკეთოთ კლიმოვისა და გამყრელიძის შეხედულებებს, გამყრელიძე მაჭავარიანის შეხედულებებს, რომელიც თქვენთვის ცნობილია ეს 1965 წელში დაბეჭდილია სონათა სისტემა აბლაუტი ქართველურ ენებში და ეგ მასალა წარმოდგენილია შემდეგში კლიმოვმა ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება და სტაროსტის ზოგადად აქვს წარმოდგენილი და ეს მეთოდი რომელსაც ფაქტორიად ლოგარითმის გამოყვანას ეხება იქ გათვალისწინებულია 200 სიტყვა და ამ 200 სიტყვიდან გამომდინარე ითვლიან და აი სწორედ 1000 წლით განსხვავება იმიტომ მოხდა რომ აი მათემატიკის მაღალი დონით გამოყენება კიდევ ვერ მოხდა ლინგვისტიკაში იმიტომ რომ ის მონაცემები რომელიც უნდა დამუშავებულიყო არ არის შეტანილი აი სწორედ ჩვენი კვლევა ახლა აი ჩვენი ჯგუფის პელაზგური ჯგუფის რომელიც წარმომადგენლები თქვით ეს არის პროფესორი თემურ ჩილაჩავა მე და ასოცირებული პროფესორი გია ფოჩხუა რომლებმაც ჩვენ დავამუშავეთ ეს და გვაქვს შედეგები ძალიან საინტერესო როგორც საქართველოს მასშტაბით ისევე უცხოეთისთვის ეს არის ძალიან ახალი თამამად რომ ვთქვათ ახალი ნაბიჯი მათემატიკის გამოყენებით მათემატიკის მათემატიკური ლინგვისტიკის მიმართულებით საერთოდ აქ მათემატიკური პოპულაციის მიმართულებით ზოგადად მათემატიკურ ბიოლოგიაში და ასე შემდეგ სხვა მიმართულებითაც ეს პირველი ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება მეცნიერებისთვის. ჩვენ როგორც ვთქვით ნაშრომებს სხვადასხვა პერიოდის კრებულებში ვაქვეყნებთ და ვფიქრობთ რომ ქართველი და უცხოელი მეცნიერები ამას გაეცნობიან სათანადოდ. და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? ზოგადად მათემატიკა წმინდა მათემატიკა გასაგებია რომ ზოგადად
ყველაფერს იკვლევს ზოგად მათემატიკურ საკითხებს, მაგრამ ფაქტობრივად მათემატიკა პირველად როგორც ჩვენ რამდენიმე ნაშრომში გამოვაქვეყნეთ, გამოყენებითი მათემატიკიდან იწყება ძველთაღრიცხვის 10000 წელი ქრისტესშობამდე, ანუ დაათვლასთან ეკონომიკურ აღრიცხვასთან არის დაკავშირებული, ჩვენ ეს რამდენიმე გადაცემებში წინათ წარმოგიდგინეთ. Აი ეს პროცესი იმდენად განვითარდა, რომ შუამდინარეთში კონკრეტულად შუმერში გამოყენებითი მათემატიკაა პირველ რიგში იქ ტრიგონომეტრიული ცხრილების დათვლა, კოსეკანსი და ასე შემდეგ, კოსეკანსის კვადრატი, გამოთვლა არის ესე იგი პირამიდისა, წრეწილის ფართობი, სფეროს მოცულობა და ასე შემდეგ, ესე იგი პირამიდის მოცულობის გამოთვლა, სხვადასხვა ფიგურების მოცულობის გამოთვლა ეს მარტივი არ არის. ყოველ შემთხვევაში ეს გამოყენებითი თვალსაზრისის არქიტექტურაში იყო საჭირო. კიდევ მათემატიკური, ანუ განსაკუთრებით ტრიგონომეტრია ასტრონომიაშია გამოყენებული და ძალიან კარგად ითვლიან შუამდინარეთში შუმერები, ბაბილონელები და ასე შემდეგ. საოცარი ის არის, რომ საერთოდ გამოყენებითი მათემატიკა ამ ხნის პროცესის მიმდინარეობაში ვითარდებოდა და წმინდა მათემატიკა როგორც ისტორიული, ანუ მათემატიკის ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან გვიან ჩამოყალიბდა ეს ფაქტობრივად მე-17-18 საუკუნე თუ სხვადასხვა თარიღები არ იქნება, მაგრამ რასაც ჩვენ გავეცანით, ეს კვლევები გავეცანით ბერნულის, ლაიბნიცის, ეილერის და სხვათა ნაშრომებს, ნიუტონის ნაშრომებს და გამოდის, რომ წმინდა მათემატიკა ძალიან გვიან ყალიბდება, ჯერ არის გამოყენებითი მათემატიკა. აი პირველად ფაქტობრივად ესე იგი ბონი იურისტმა ადამიანმა 1627 წელს დაწერა ნაშრომი, უпростоრად შენიშნა დეკარტეს გეომეტრიასთან დაკავშირებით და აი პირველად მან ჩამოაყალიბა ტანგენსის შებრუნების პრობლემაზე საუბარია. ეს მოგეხსენებათ ახლა მათემატიკურად და ავტორად არ გავშლით. აი ეს საკითხი გახდა საფუძველი ფაქტობრივად ახალი მიმართულებისა, რომელზეც მუშაობა დაიწყო ნიუტონმა, ბერნულმა, ეილერმა, ლაიბნიცმა და სხვა ცნობილმა მეცნიერებმა, რომელთაც ნაშრომები ჩვენს მათი ორიგინალი ნაშრომები ჩვენ ბევრჯერ გავეცანით და უკვე ორიგინალი მასალა საკმაოდ კარგადაა ჩვენთვის ცნობილი. აი აქედან გამომდინარე ესე ამოცანები, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, ფაქტობრივად კლასიკოსი მეცნიერების საფუძველზე დგას, თუმცა ბერნულის ოჯახმა ბევრი პრობლემა ვერ გადაწყვიტა, მაგალითად ნიკოლას ბერნულის ჩამოყალიბებული ამოცანა იყო, რომ მას გადაეწყვიტა ეს ამოცანები დასმული იყო ეპიდემიასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ეს განტოლება მან დაწერა, ეს არის დიფერენციალური განტოლება. აქ გავიხსენოთ, რომ დიფერენციალი სიტყვა პირველად გამოიყენა ლაიბნიცმა და განსხვავებული ტერმინს გამოიყენებდა ნიუტონი და ეს ცნობილია და ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ დაწვრილებით საუბრობთ, მერე შემდეგში გვექნება საუბარი ჩვენს ნაშრომში, რომელშიც გამოქვეყნდება ეს ყველაფერი და აი ეს მასალა, რომელიც არის ძალიან შთაბეჭდილების მომცემი, ერთგვარად საოცარია, რომ დიდი ხნის დასმული ამოცანების გადაწყვეტა ფაქტობრივად ჩვენ საქართველოში ვახდენთ, ერთგვარად რომ გადაჭარბებით, რომ არ თქვათ, სოფლიო მნიშვნელობის კვლევებია ესა, ევროპაში დაწყებული მასალებისა, რომელზეც ჩვენ როგორც ვთქვით, იდეა, რომელიც ეკუთვნის ბატონ თემურ ჩილაჩევას პროტოქართველური მოსახლეობის შესწავლის, მისი პოპულაციის, ანუ მოსახლეობის გამრავლების დინამიკის შესასწავლად ეს მეთოდები, ეს განტოლებები იქნა გამოყენებული და როგორც ვთქვით, კარგია იმით, რომ ჩვენ ზუსტად გვეცოდინება ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღემდე გაუგებარი იყო პროტოქართველური ენის დიფერენცირების პროცესი, როდის დაიყო, ამაზე კაფათია ლინგვისტებს შორის და ჩვენ ეს დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ ამ ნაშრომებში. ესე იგი, ეს პერიოდი, რომელიც მომდინარე ბერნულიდან, მან დასახა ეს ამოცანა
ფაქტობრივად შემდეგში სამოცანების განზოგადოება ხდება, უпростоრად კანტონების დიფერენციალური კანტონების განზოგადებას ახდენს ბერნული და ბერნულმა 1695 წელს განაზოგადა დებონის პრობლემა და ის ზოგადი სახით მოქცა. შემდეგში მასზე როგორც ვთქვით, ბევრი სხვადასხვა კვლევარი მუშაობდა, გამოჩენილი მათემატიკოსები, ლანგრაჟიც იყო ჩართული და სხვა, ვინც ახლა დავასახელეთ და კიდევ ბევრი ცნობილი მათემატიკოსი ევროპისა ეს პრობლემები გადაწყვეტილი იყო. ფაქტობრივად საინტერესოა ის, რომ აქედან იკვეთება კონკრეტული შედეგების მიღება, ანუ ეს ამოცანები, კოშის ამოცანები, რომელიც დასმულია რიკატისა და ბერნულის კანტონებისთვის, ეს საინტერესო შედეგს გვაძლევს პროტოკართული მოსახლეობასთან დაკავშირებით. რიკატი ცნობილი იტალიერი მათემატიკოსი გახდათ, მისი კანტონება, როგორც ვთქვით, ზოგადი დიფერენციალური კანტონება დღესაც არ არის ამოხსნილი. აი ეს წმინდა მათემატიკოსებმა ყოველ შემთხვევაში თავისი სიძლიერეს რომ გამოავლინონ, ფაქტობრივად რიკატის ზოგადი კანტონება უნდა ამოიხსნას. ეს პრობლემა უნდა დაიძლიოს რაღაცა ფორმით და აი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტები, ვინც მუშაობენ, ძალიან კარგ შედეგებს დადებენ, როცა ეს წმინდა მათემატიკური ნაწილი გადაწყვეტილი იქნება. ფაქტობრივად ჩანს მათემატიკის ისტორიის ცოდნა ნაკლებია ზოგადად სამეცნიერო წრეებში და ძალიან მნიშვნელოვანია მათემატიკის ისტორიის ცოდნა როგორც მათემატიკოსისთვის, იმიტომ რომ მათემატიკოსმა ყოველ თავის ახალ ნაშრომს, რომელსაც ის ქმნის, მას საფუძველი უნდა მოუძებნოს ძველი პერიოდიდან. ეს ამოცანები, რადგანაც დასმულია ძველ პერიოდში, ესე იგი იმდენად არის აქტუალური დღემდე, რომლის გადაწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ამიტომ მათემატიკის ისტორიის ცოდნიდან გამომდინარე, ორიგინალ მასალასაც უნდა გაეცნოს მათემატიკოსი. ახლა მე ვიცი, წმინდა მათემატიკაში მომუშავე ხალხი, რა თქმა უნდა, ახალ შედეგებს ღებულობენ, ახალ ამოცანებს სვამენ, მაგრამ რიგი საკითხი, რომელიც მათ აქვს წარმოდგენილი, ძველ ავტორებს რაღაცა ფორმით აქვს დაწერილი და ამიტომ კლასიკოსებს, მე ვამბობ ბერნული, ეილერი, ლაიბნიცი, არ ახსენოთ, იმიტომ რომ ესე იგი მათემატიკის ისტორიაში ინფორმაციის არ ქონა ერთგვარად მათემატიკური ცოდნის სინაკლებია. რა თქმა უნდა, წმინდა მათემატიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ზოგადად უნდა გადაწყვეტოს ამოცანები, მაგრამ კონკრეტიზაცია საჭირო ყველა საკითხს გამოყენება უნდა მოუძებნოთ, ეს აუცილებელია. მესმის ზოგადი სახით ყველაფრის წარმოდგენა, მაგრამ ისიც მე ახლა რამდენიმე ავტორის ნაშრომებს გავეცნობი და ეილერის ნაშრომების არცოდნა, ლაიბნიცის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაწერილია ლათინურ ენაზე, ზოგ შემთხვევაში მაგალითად ძირითადად ნიუტონი ინგლისურად წერდა, მაგრამ ამიტომ მათემატიკოსმაც მე ვფიქრობ, რომ უნდა ისწავლოს ლათინური ენა და ევროპული ენები, იმისთვის რომ მარტო საკმარის ინგლისური ენა არ არის ამ საკითხების შესწავლისთვის, იმიტომ რომ ძირითადად ლათინურად იწერებოდა ეს მასალა და აი ფაქტობრივად ჩვენ წარმოგიდგინეთ ის მნიშვნელოვანი შედეგები პირველი პერიოდისა, რომელსაც მოგახსენებდით, ეს არის პროტოკართული მოსახლეობის დინამიკის მათემატიკური მოდელზე. საუბარი ქონდა, ეს იყო პირველი პერიოდი, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, არის ძველწითაღრიცხვის კიდევ ნახოთ ეკრანზე სქემა, რომელიც წარმოადგინა თამას გამყრელძე. ესე იგი პირველი პერიოდი არის ძველწითაღრიცხვის 5000-დან 2500 წლამდე, ესე იგი დასაწყისში ძველწითაღრიცხვის 5000 წელს პროტოკართული მოსახლეობა იყო მილიონი და შემდეგ 2500 წელს შემდეგ გახდა 3-დან 3.6 მილიონი დაახლოებით რიცხვებში იცვლება. ეს შედეგი დათვლილია, როგორც მოგეხსენებათ, რიკატისა და ბერნულის კანტონებისთვის არის დასმული კოშის ამოცანა. საწყისი პირობა ძველწითაღრიცხვის 5000 ანუ მოდის რომ მილიონი არის, ეს წარმოგიდგინეთ მასალა და გახდა 3.6-მდე მაქსიმუმ მიაღწია. ჩვენ ეს შედეგი
მათემატიკური კვლევის შედეგად, ანუ მათემატიკური მოდელის შედეგად მივიღეთ კომპიუტერული მოდელის შედეგად, რომელიც დათვლილია და ძალიან საინტერესოა ყოველ შემთხვევაში ლინგვისტებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის და შემდეგი პროცესი უფრო მეც მეორე პერიოდი, მესამე პერიოდი და მეოთხე პერიოდს, რომელსაც წარმოგიდგენთ შემდეგ გადაცემებში, ძალიან კარგ საშუალებას მოგცემს, რომ დავაკვირდეთ პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის და დინამიკის საკითხებს, ანუ რამდენი იყო საწყისში და რამდენი გახდა შემდეგში და რამდენი შესაძლებელია გახდეს ეს ცივილიზაცია. ფაქტობრივად ჩვენ ვაგრძელებთ პელაზგური ჯგუფი, სწორედ ამ მიმართულებას ფაზისის აკადემია, ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს ამ ღირებულებებს, რომ საქართველოს შედგეს ძლიერ ქვეყანად, ძლიერ სახელმწიფოდ. და გავიხსენებთ ფაზისის აკადემიის ლოგოს, უფალი ჩემი სინათლეა და ჩვენი დევიზი ფაზისის აკადემიის არის სახელმწიფო, მეცნიერება და რელიგია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად მზადდებოდეთ.